გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობას გაეცნო და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. დღესვე ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. მისი მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკის და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე სუბსიდირების პროცესის ორგანიზება. შტაბის საქმიანობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. მიმდინარე წელს აჭარაში 60-65 ტონამდე ციტრუსის მოსავალს პროგნოზირებენ. მოლოდინი გვაქვს 60,000 ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავლის, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მოსავლის პროცესის, ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, რეალიზაციის ხელშეწყობისთვის შტაბი დღეიდან უკვე საკოორდინაციო შტაბი დღეიდან ამოქმედება. საკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ორგანიზებულად დავინავდეს მოსავალი, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. ზუსტად ამ ნაწილში ჩვენი სამინისტროს ჩართულობა არის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას მაქსიმალურად გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შტაბს შესაბამისად გაუზიაროთ მაქსიმალურად ის გამოცდილება, რაც თველის დაბინავებასთან დაკავშირებით გვაქვს და შესაბამისად მაქსიმალურად იყოს ორგანიზებულად დაბინავებული ციტრუსი.